რა პრობლემებს აწყდებიან სამსახურის მაძიერებელი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. Გასული წელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად იყო გამოცხადებული, თუმცა საახალო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ საკითხი კვლავ აქტუალურია. დროს გადამღები ჯგუფი შეეცადა გაერკვია, რა ღონისძიებები გატარდა ამ მხრივ რეგიონში. 53 წლის ამირან შაინიძე 9 წელია დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. პროფესიით ტელერადიო მექანიკოსი წლებია უმუშევარია. ამბობს, რომ დასაქმების შემთხვევაში მისი ყოველდღიურობა შეიცვლება და საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლებს. დომივართ, მაგრამ შეგვიძლია რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენებურათაც. შეიძლება მაგალითად ოპერატორათაც რომ იმუშაო ადამიანმა, ჩვენ რომ ახლა ხალხში გამოვალთ უფრო თვითცნობიერებას იმადებს, უფრო ხალხიც კიდე შეისწავლოს იმას, რომ ინვალიდ ადამიანს როგორ მოეპყრონ, როგორ მოიქცენ, როგორ რაღაცა, ყველაფერი თავისთავად იგია და ჩვენთვისაც უკეთესია. საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმების პრობლემა მემორანდუმის თანახმად უნდა გადაიჭრას. დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ თანამშრომლობის სურვილი რამდენიმე კერძო უწყებამ უკვე გამოთქვა. საჯარო სამსახურების პოზიციის დასახელებაზე კი თავი შეიკავეს. სააგენტოსათვის დასაქმების სურვილით შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ჯერ არ მიუმართავთ. მიზეზი შესაძლოა საკანონმდებლო ხარვეზი იყოს, რომელიც ოჯახში შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში დახმარების მოხსნას გულისხმობს. ესაც არის მოკლებადიანი დასაქმება, თქვა რამოდენიმე თვიანი ეს მათ სოციალურ მდგომარეობას ნამდვილად აცვლის, ამიტომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა იყო თუ ერთ წლამდე მოხერხდება ასეთი ადამიანების დასაქმება, მათ სოციალური დახმარება არ შეუწყდეთ. თამაზ მჟავანაძე ამბობს, რომ პრობლემა კომპლექსურია. ადამიანი რომ დასაქმების ობიექტამდე მივიდეს, იგი ამ ობიექტში ელემენტარულად უნდა შევიდეს გარემო, საკანონმდებლო ხარვეზი და თვითონ მშობელთა და შიშმო პირთა დამოკიდებულება ქმნის ძალიან სერიოზულ კომპლექსურ ხარვეზს, რაც ხელს უშლის დასაქმების მიმართულებით. აჭარის მთავრობა, სამინისტროები, დეპარტამენტები და ქალაქის მერია ეს იმ საჯარო უწყებების ჩამონათვალია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების პირები დასაქმებულთა შორის არ არიან. მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯერ შენობების სრულად ადაპტირება უნდა მოხდეს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. პანდუსები ამ დრომდე არ აქვთ იმ შენობების უმეტესობასაც, სადაც მათი პროფესიული გადამზადება უნდა მოხდეს. ადაპტირებული არაა დასაქმების სააგენტოს შენობაც. ვთილობთ ძირითადად მოვძებნოთ საშუალება იმისა, რომ მერიის დაქვემდებარებულ საქვეუწყებო დაწესებულებებში იქნება თუ აიპები იქნება თუ შეფესეები, გარემო შეუქმნათ და ანუ მათთვის მისადაგებული სამსახური გამოვძებნოთ. გარემოს ჯანდაცვის განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობას საქართველოს გაეროს კონვენცია ავალდებულებს. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ზოგადი განათლებაა. დასაქმების ბაზარზე რომ გახდე კონკურენტუნარიანი, უნდა გქონდეს ადეკვატური განათლება მიღებული. და შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობა განათლებაზე დღემდე პრობლემაა. ვფიქრობ, რომ განათლება და შესაბამისად სხვა მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება დასაქმების ხელშეწყობისთვის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რაზეც მიმდინარე წელს სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს. 2013 წელი საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წლად გამოაცხადა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ წელი გავიდა და გამოწვევები კვლავ დღის წესრიგში დგას.